მშვიდობისა კიდევ ერთხელ ყველას მოგესალმებით. განთიადი პირდაპირ ეთერშია, როგორც აღვნიშნეთ, დღეს დიდი დღეა ჩვენს ტელევიზიაში. იკურთხება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძარი და სწორედ ტაძრიდან შემოგთავაზებთ ახლა ჩართვას, ჩაგვერთვება ჩვენი თანაწამყვანი გიორგი მერებაშვილი. გიორგი, დილა მშვიდობისა. გიორგი დილამშვიდობისა ელისაბედ, დილამშვიდობისა კახა, მივესალმები განთიადის ერთგულ ტელემაყურებელს. მე მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, განსაკუთრებულად ტელეკომპანია ერთსულოვნების ყველა თანამშრომელს ასეთი მნიშვნელოვანი დღე ჩვენს ცხოვრებაში. თქვენ ახლა ჩემს უკან კადრში ხედავთ ტაძარს, რომლის კურთხევაც სულ რამდენიმე წუთში დაიწყება. მანამდე მე მინდა შეგახსენოთ მოკლე ისტორია ტაძრის მშენებლობისა. იდეა გაჩნდა 2010 წელს, 2011 წელს გაიჭრა მისი საძირკველი, ხოლო 2012 წლის 7 თებერვალს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრეს მიერ იქნა საძირკველი კურთხეული. დღეს როგორც გითხარით, სულ რამდენიმე წუთში იკურთხება ტაძარი, პირველი საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდება, ახმიანდება სამრეკლო, ზარები და ტაძარში შემომძანდება მიტროპოლიტი პეტრე. მანამდე მე მინდა სიტყვა გადავცე დეკანოს ზურაბ ცხოვრებაძეს, რომელიც ერთ-ერთი გახლავთ იმ მოძღვართაგან, რომლებიც აი ამ დიდებულ ტაძარში გააგრძელებენ შემდგომში ღვთისმსახურებას. მამა ზურაბ, მოგესალმებით პირველ რიგში და გილოცავთ დღევანდელ დღეს. გილოცავ და ვიტყოდი, რომ მადლობა და დიდება ღმერთს ყველაფრისათვის. მადლობა უპირველეს ყოვლისა იმისთვის, რომ აი ასე კიდევ ერთი ტაძრის კურთხევის საშუალება მიეცა საქართველოს სამოციქულო ეკლესია. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ყოველი ტაძარი, ყოველი ეკლესია ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ წირვა, რომელიც დგება ხოლმე ამ ეკლესიაში, პარაკლისები, პანაშვიდები, რომელიც აღესრულება, ძალიან დიდი შემწეა ადამიანებისა, მთელი ჩვენი ერისა. და ბუნებრივია, რომ ყოველი ასეთი ახალი შესაძლებლობის გაჩენა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ მოსალოდსაც აქვს საქმე რა თქმა უნდა მთელ ერს. ყოველი ახალი ტაძარი არის ახალი სიხარული ჩვენი ერისათვის, როდესაც ღირსეული მსახურება ხდება ხოლმე ტაძარში. შეწევნა ერს აქვს ძალიან დიდი. ეს შეწევნა შეიძლება ხილულად, ესე იგი ფიზიკური თვალით არ ჩანდეს, მაგრამ ეს ხდება სულიერ სამყაროსი და სულიერი შეწევნა, რომლისაგანაც მოდის ყოველივე სიკეთე. მე ეს როდესაც ძალას და მats იღებს ხოლმე ერი ადამიანები, მაშინ უკვე ბევრ საქმეში მათ ხელი მოემართებათ. ასე რომ ეს ძალიან დიდი და სასიხარულო დღეა და ძალიან გვიხარია, რომ სწორედ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის კურთხევით ამ ეს ტაძარი არის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელზე ნაკურთხი, უბრალოდ იკურთხება ამ სიყვარულის მოციქულის, სახარების ავტორის, ეპისტოლეების ავტორის, გამოცხადების ავტორის, 12-თაგან ერთ-ერთის, მათგან იმ მოწაფეთაგან ერთ-ერთის, რომელიც განსაკუთრებით უყვარდა იესოს და რომელიც აი საიდუმლოს ერობიზოს მის მკერდს მიეყნა და რომელიც არის მათაც რომ გამორჩეული როგორც მოციქული, როგორც ღვთისმეტყველი და როგორც მოწაფე ქრისტესი. მამა ზურაბ, თუ შეიძლება რომ უთხრათ ტელემაყურებელს, თქვენს გარდა კიდე ვინ იმსახურებს ამ ტაძარში, ვინ იქნება მისი წინამძღვარი და ასევე შემდგომ შეკითხვასაც დაგისვამთ, რამდენად მნიშვნელოვანია გარდა იმისა, მე ხაზგასმულად მიულოცე არა მარტო ჩვენ თანამშრომლებს, არამედ ყველა იმ ტელემაყურებელს, ვინც გულშემატკივარია ამ არხისა, ამ ტელევიზიისა და ასევე ალბათ იმ ადამიანებსაც აქვთ მისალოცი, ვინც აი ამ ურბანულ გარემოში, აი ამ ტაძრის ირგვლივ ცხოვრობენ და ალბათ მათთვისაც მნიშვნელოვანია ის, რომ აი ამ ქუჩაზე ვერ ვიტყვით ჩვენ რომ არსებობს ბევრი ტაძარი და ალბათ მათთვისაც ეს მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი ადამიანი მშენებლობის პროცესში მოდიოდა, თვალყურს ადევნებდა, კითხულობდნენ, ელოდებოდნენ თუ როდის იკურთხებოდა ტაძარი და მადლობა ღმერთს დღეს დადგა სწორედ ეს ბედნიერი დღე და აი რა სიტყვით ამის შესახებაც რამდენად მნიშვნელოვანი მოვლენა ზოგადად აი ამ უბანში მცხოვრები მოქალაქეებისთვისაც. პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ ამ ტაძრის წინამძღვარი იქნება ჩვენი ტელემაყურებლისთვის, ჩვენი ტელევიზიის ტელემაყურებლისთვის კარგად ცნობილი დეკანოზი ზურაბ ჭედრიშვილი, რომელიც გახლავთ დირექტორის მოადგილე ჩვენი ტელევიზიისა. ასევე მეც ამ ტაძარში ვიმსახურებ და ამის გარდა ტაძრის დიაკვანი იქნება დიაკვანი ლევან ანდღულაძე. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ეს ტაძარი მნიშვნელოვანია ასევე ჩვენი ტელევიზიის თანამშრომლებისთვის, მაგრამ არა მარტო მათთვის.
რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველ წირვაზე მოვიხსენიებთ ხოლმე და აქამდეც ვიხსენიებთ ჩვენი ტელევიზიის ყველა თანამშრომელს, მაგრამ ამის გარდა ჩვენ ვიხსენიებთ და დღეიდან კიდევ უფრო მეტად და კიდევ უფრო აქტიურად მოვიხსენიებთ ჩვენს ტელემაყურებლებსაც. და აი ეს ურბანის საბურთალოს აი ეს ნაწილი ამ ნაწილში არ იყო ტაძარი და ეხლა აი ამ უბნის მცხოვრებლებს აქვს საშუალება რომ უკვე მოვიდნენ, მოილოცონ ეს ტაძარი დაესწრონ წმინდა წირვებს და მიიღო მონაწილეობა ეკლესიურ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გახავდა, მე მთელი სულისა და გულით ულოცავ მათ, ასე რომ დღეიდან ამ უბნის ცხოვრება სულიერი თვალსაზრისით კიდევ უფრო გამოცოცხლდება. კეთილი. ჩვენ ახლა შეგვიძლია კახა და ელისაბედ სულ რამდენიმე წუთი დავემშვიდობოთ ტელემაყურებელს, დაახლოებით 10 წუთი გვაშორებს წირვის დაწყებამდე. ვიდრე აქ მობრძანდება მეუფე პეტრე, მანამდე დაგემშვიდობებით, შემდეგ ჩართვამდე თქვენ კი ბედნიერ და წარმატებულ ეთერს გისურვებთ, როგორც კი დამთავრდება გელოდებით ქვემოთ ისე რომ დროებით. გიორგი, ჩვენ გემშვიდობებით დაახლოებით 9 საათისთვის კიდევ გვექნება ჩართვა. სწორედ ამ პერიოდში ახმიანდება სამრეკლო ზარები და ამ პერიოდში ზუსტად 9 საათზე დაიწყება ტაძრის კურთხევა. და ვიდრე ლოცვის დრო დადგება, ტაძრის მშენებლობის შესახებ მე მინდა დამატებითი ინფორმაცია მივაწოდე ჩვენს მაყურებელს. როგორც აღინიშნა, ტაძრის ფუნდამენტი გაიჭრა 2011 წლის 30 დეკემბერს, უკვე 2012 წლის 7 თებერვალს იკურთხა ტაძრის საძირკველი მეუფე პეტრეს მიერ. წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ეს ახალი ტაძარი წარმოადგენს ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას. ეკლესიის ხუროთმოძღვარია საპატრიარქოს არქიტექტორი თეიმურაზ ბერიძე. კანკელის ავტორი გახლავთ აკაკი ბაქრაძე და აღსანიშნავია, რომ ეს არის მისი პირველი ნამუშევარი, დამოუკიდებელი. ასევე მისი ავტორობითაა შექმნილი ყველა ხის ნაკეთობა ტაძარში. ნაკეთობები დამზადებულია ცაცხვის მასალისგან. კანკელის ხატებისა და წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხატის ავტორია თეოდორე ჯაფარიძე. ხატის შემომწირველები არიან ტელევიზია ერთსულოვნების თანამშრომლები. ნაწილი ხატებისა დაწერილია მაკა ჩხაიძის მიერ. სამრეკლოსა და სამივე კარის დიზაინერი გახლავთ ლადო ბოცვაძე. იატაკის ორნამენტების ესკიზი გაკეთებულია იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის მოზაიკის მიხედვით. მოზაიკა დამზადდა ფირმა კამარაში. სამრეკლოს დედო ზარი იწონის 100 კილოგრამს და ის ჩამოსხმულია ქუთაისელ ოსტატთა მიერ. ტაძრის წინამძღვარი, როგორც აღინიშნა, იქნება დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი. ტაძარში ასევე იმსახურებენ დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე და დიაკვანი ლევან ანდღულაძე. გოჩა ძნელაძე, იოსებ ჩხაიძე, თამაზ ადამიან, დიმიტრი ჯალაღონია, ბეჟან წაქაძე, ეს ადამიანები არიან ტაძრის ქტიტორები. მართლაც ძალიან დიდი საქმეა ბუნებრივია ტაძრის აშენება და ყველა ვინც მიიღო ამაში მონაწილეობა რაღაცა განსაკუთრებული მადლის მფლობელები შეიძლება ითქვას რომ არიან. აქვე შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ და დაინტერესებულ პირებს მისამართი ამ ტაძრისა, ეს არის სანდრო ეულის 3 საპატრიარქო ტელევიზია ერთლონების ეზოში, თუმცა როგორც კი მოვახლოვდებით ამ ულამაზეს ტაძარს იხილავ და თავად არწმუნდებით რომ მართლაც რაღაცნაირად აი გვირგვინივით ადგა საქაურობას ულამაზეს ტაძარი, არაჩვეულებრივი კანკელი, ძალიან თბილი გარემოსოფლების შიგნით. ეს ქუჩა გახლავთ ესე იგი ჯიქიასა და სანდროეულის კვეთაზე დგას ტაძარი იოანე ღვთისმეტყველის, რომელიც რამდენიმე წუთში იქნება უკვე ნაკურთხი და დაიწყება ღვთისმსახურება იმ ტაძარში და ბუნებრივია რეგულარულად აღევლინება წირვა და ლოცვა და ყველას გექნება საშუალება მოვბრძანდეთ და მიიღოთ დიდი მადლი წმინდა იოანე ღვთისმეტყველისაგან. ლოცვა შემოგთავაზებთ, ერთად აღვავლინოთ ახლა 7 გზის ლოცვა და დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში, როგორც გითხარით, შემოგთავაზებთ კიდევ ერთ ჩართვას წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის ეზოდან. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, თქვენ უყურებთ განთიადს და როგორც დაგპირდით, შემოგთავაზებთ ჩართვას ჩვენი ტელევიზიის ეზოდან, სადაც იწყება კურთხევა ახალი ტაძრისა, ტაძარი გახლავთ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის. გიორგი მერებაშვილი ჩაგვერთვება, კიდევ ერთხელ მოგესალმებით გიორგი. თავდაპირველად მოხდება კურთხევა, რასაც მოეუბნება უკვე საღვთო ლიტურგია. დიდი ზეიმია ნამდვილად, ალბათ ესმის მოსახლეობა ზარები და დარწმუნებული ვარ, რომ ამრავი ხალხი მობრძანდება ტაძარში. მართლაც ამ ტერიტორიაზე ეს არის პირველი ტაძარი ამდენი წლის მანძილზე და დიდი ზეიმია დარწმუნებული ვარ და ულოცავთ ყველას ამ უბნის ცხოვრობს მთელ თბილისს, იმიტომ როგორც აღნიშნეთ, ნებისმიერი ტაძრის კურთხევა ეს არის დიდი ზეიმი, ძალიან დიდი სიხარული ერში და მოსახლეობის. მობრძანდება მეუფე პეტრე, ხედავთ, შევბრძანდება ტაძარში, რასაც უკვე მოყვება ღვთისმსახურების დაწყება, მოხდება თავდაპირველად კურთხევა, ეს არის ცალკე აბსოლუტურად მსახურება, ამას მოეუბნება უკვე საღვთო ლიტურგია.
აი სერაფიმ საროველის ხატი მოაბზანეს, მოგიხსენეთ რომ ეს არის სცენება წმინდა სერაფიმ საროველისა. ხალხმრავლობაა ჩვენი ტელევიზიის ეზოში, ტაძარში ბუნებრივია. როგორც ვიცი, გუშინ მე არ დავწყები ვარ ლოცვას, მაგრამ საზეიმო ლოცვასაც ძალიან ბევრი ადამიანი ესწრებოდა. უბნის მაცხოვრებელი ყოფილა ძალიან ბევრი და დარწმუნებული ვარ, ვინც გაიგებს დღეს ყველა მოვა და შემოვა. აი სასიხარულოა ხედა უამრავ სასულიერო პირს, რომლებიც არ იქნებიან ღვთისმსახური ამ ტაძრის, მაგრამ ობრძანდნენ რათა გაიზიარონ სიხარული და დაესწრონ რაღაც გამორჩეულ დღეს ბუნებრივია და სასიხარულოა, რომ საერთოდ ნებისმიერი წირვა მნიშვნელოვანია, როცა რამდენიმე სასულიერო პირი ერთად არის და ერთობაა ტაძრის საკურთხეველში, ამას კიდე განსაკუთრებული სიხარული ახლავს თან და ძალიან გვიხარია, რამდენი სასულიერო პირია მობრძანებული და ხედავთ რომ ტაძარი სავსეა მრევლითაც. ულამაზესი ტაძარია, მართლაც ვინც მოვა თავად დარწმუნდა. მამა ზურაბ ჭედლიშვილი ჩანს კადრში, რომელიც იქნება ტაძრის წინამძღვარი. ხედავთ აი ამ ულამაზეს კანკელს, რომელზეც ვისაუბრეთ, ავტორი ვახსენეთ, ძალიან თბილი გარემო სოფელ ტაძარში. აი რა ნამდვილად სიმბოლურია მამა ზურაბმა ბრძანა ცხოვრებაძემ, რომ ივანე ღვთისმეტყველი იწოდება სიყვარულის ღვთისმეტყველად და რაღაცნაირად მისი ხატი ყოველთვის არის ძალიან თბილი და აი საოცარი სითბო და სიყვარული იგრძნობა ტაძარში. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი ახლა იკურთხებოდა, ჯერ არ იყო მოქმედი ტაძარი, როგორც კი შეხვიდოდი აი რამდენიმე დღის წინ როცა უკვე კანკელი დადგა და ხატები დაიკიდა, რაღაც საოცარი სითბო და სიყვარული სუფევდა და მადლი ამ ტაძარში და ეს გავორმაგდება ბუნებრივია კურთხევის შემდგომ, როცა უკვე ტაძარი იქნება ნაკურთხი და დაიწყება იქ საღვთო ლიტურგია და იქნება ეს მადლი მოფენილი სულიწმინდის მიერ. შევახსენოთ ხალხურებელს, რომ ხატების ავტორი კანკელის ხატების და წმინდა ივანე ღვთისმეტყველის ხატის გახლავთ ხატმწერი თეოდორე ჯაფარიძე. ტაძრის ფუნდამენტი, როგორც ჩვენ აღვნიშნეთ, გაიჭრა 2011 წლის 30 დეკემბერს და უკვე 2012 წლის 7 თებერვალს კი საფუძველი აკურთხა მიტროპოლიტმა პეტრემ, რომელსაც კაცი ხედავთ ახლა, რომელიც აღავლენს ტაძრის კურთხევას. წმინდა ივანე ღვთისმეტყველის ეს ახალი ტაძარი წარმოადგენს ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას. ეკლესიის ხუროთმოძღვარია საპატრიარქოს არქიტექტორი, არაერთი საქართველოში მოქმედი ტაძრის არქიტექტორი ბატონი თეიმურაზ ბერიძე, კანკელის ავტორი, რომელსაც ჩვენ კაცი ვხედავთ კანკელს, გახლავთ ბატონი აკაკი ბაქრაძე. აღსანიშნავია, რომ ეს მისი პირველი დამოუკიდებელი ნამუშევარია, ასევე მისი ავტორობითაა შექმნილი ტაძარში მდებარე ყველა ხის ნაკეთობა და ცაცხვის მასალისგანაა შექმნილი ეს ნაკეთობები. კანკელის ხატების და წმინდა ივანე ღვთისმეტყველის ხატის ავტორი გახლავთ თეოდორე ჯაფარიძე. ხატის შემომწირველები არიან ჩვენი ტელევიზიის ერთსულოვნების თანამშრომლები. ნაწილი ხატებისა დაწერილია მაკაჩხაიძის მიერ, სამრეკლოს და სამივე კარის დიზაინერია ბატონი ლადო ბოცვაძე. იატაკის ორნამენტების ესკიზი გაკეთებულია იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის მოზაიკის მიხედვით და მოზაიკა დამზადდა ფირმა კამარაში. ასევე აღსანიშნავია, რომ სამრეკლო დედოზარი იწონის 100 კილოგრამს, იმიტომ ისმოდა ესეთი კარგი ხმოვანი ზარები. ჩამოსმულია ქუთაისე ლოსტატთა მიერ. ტაძრის წინამძღვარი იქნება, როგორც მოგახსენეთ, დეკანოზი ზურაბ ჭედლიშვილი, რომელიც ასევე გახლავთ ჩვენი ტელევიზიის გენერალური დირექტორის მეუფე პეტრეს მოადგილე. ტაძარში ასევე იმსახურებს, ასევე კიდევ ჩვენი ტელევიზიის მოადგილე, დირექტორის მოადგილე მამა ზურაბ ცხოვრებაძე, რომელიც უკვე ჩაერთო ტელევიზიაში და ასევე დიაკვანი ლევან ანდღულაძე, დიაკვანის გამოსწრება კაცი. და აღსანიშნავია განსაკუთრებული წული ამ ადამიანების, რომელსაც ახლა ჩამოვთვლი ბატონები კუჩაძნელაძე, იოსებ ჩხაიძე, თამაზ ადამია, დიმიტრი ჯალაღონია და ბექა წაკაძე. ბეჟან წაკაძე ეს ადამიანები გახლავან ქტიტორები, ანუ განმარტოთ ესენი არიან შემომწირველები, ვისი ფინანსური დახმარებით და წაიგო ეს ტაძარი და ტაძრის აგება რამხელა მადლია და რამხელა საქმეა, ამას ალბათ დიდი აღნიშნა არ ჭირდება. და მანამ სანამ იარსებებს ეს ტაძარი, მანამდე ეხნებიან მოხსენიებლები ეს ადამიანები განსაკუთრებით ამ ტაძარში მისი ოჯახებით და ეს არის საშვილიშვილო საქმე ნამდვილად. თითოეული წლის გაღება ტაძრის მშენებლობაში განსაკუთრებული საქმე და განსაკუთრებით როცა მათი ესე იგი ფინანსური დახმარებით მათი შემოწირულობით აიგო ტაძარი და კიდევ ერთი საღვთისმსახურო ადგილი დედამიწაზე და ჩვენს ქალაქში. და კიდევ ერთ დავამატებ, როგორც აღინიშნა, ხის ნაკეთობების ავტორი არის აკაკი ბაქრაძე, რომელიც გახლავთ იმუსტატის შვილი, ვინც დაამზადა მეთანიელი მამებისა და მამა გაბრიელის ლუსკუმები, სადაც ისინი შემდგომ ჩააბრძანეს და მემკვიდრეობით აგრძელებს მოკლედ აი ამ არაჩვეულებრივ ხელობას. ძალიან დიდ საქმეს, ძალიან დიდ საქმეს. იმიტომ რომ აი როგორც კი მე ვარდნასო ნახე ეს ტაძარი თქო კიდეც რომ რა თქმა უნდა კარგია როცა ქვის კანკელია, მაგრამ ხეს საოცარი სიტყვა და აი ხელით ნამუშევარი რო ანუ აი რაღაც დიდი სიტყვა მოდის. ნამდვილად. მეუფე პეტრე გამობძანდა ლიტანიობით და უკვე ცხოვრებით იკურთხება ტაძარი, ჩვენ შეგვიძლია ეს
კადრები ვიხილავთ. ბრეულთან ერთად, სამღვდელოებასთან ერთად მიტროპოლიტი პეტრე აკურთხებს ახლად გახსნილ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძარს, რომელიც ჩვენ ტელევიზიის ეზოში აშენდა და აი დღეს უკვე იკურთხება. პირდაპირ ეთერში ხედავთ კადრებს. დღეს თქვენ ახლა კაცი ხედავთ მეუფე პეტრეს, რომელმაც აღავლინეთ ახალი ტაძრის კურთხევა, სწორედ ეხლა მოხდა კურთხევა, რასაც უკვე მოებმება საღვთო ლიტურგია. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ ტელევიზიის ეზოში, რომელიც მდებარეობს სანდროეულის 3-ში, ხედავთ ამ ულამაზეს ტაძარს, რომელიც არის აგებული და ნაკურთხი წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელზე, ბუნებრივია ეს ყველაფერი მოხდა მისი უწმინდესობის ილია მეორის ლოცვა კურთხევით და სამღვდელოებასთან ერთად მეუფე პეტრე ახლა უკვე აღავლენს საღვთო ლიტურგიას, მოხდა ტაძრის კურთხევა. ნებისმიერი ტაძრის კურთხევა დიდი ზეიმია, მაგრამ განსაკუთრებული ზეიმი ბუნებრივია სოფლის ჩვენს ტელევიზიაში და ამ უბანში, სადაც ტაძარი მანამდე არ არსებობდა, საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე და ეს არის დიდი სიხარული, დიდი შვება ერთგვარადაც ბუნებრივია აქ ცხოვრები ადამიანთათვის. ჩვენი ტელევიზიისთვის, ბუნებრივია, ჩვენი თანამშრომლებისთვის. ჩვენს მაყურებელს, ჩვენს მოსახლეობას შევახსენეთ, რომ ტაძარი ეს არის ღვთის სახლი და როცა მივიდივართ ტაძარში, მივიდივართ მაცხოვართან და ამ შემთხვევაში მაცხოვართან ერთად ამ ტაძარში გვიმასპინძლებს სიყვარულოდ მოციქულად წოდებული წმინდა იოანე ღვთისმეტყველი, რომლის სახელზეც მოხდა აგება და კურთხევა ახალი უნიკალური, ულამაზესი, ძალიან თბილი ტაძრისა და ყოველს გელოდებით ბუნებრივია ტაძრის წინამძღვარი იქნება დეკანონი ზურაბ წერლიშვილი, ტაძარში ასევე იმსახურებს დეკანონი ზურაბ ცხურებაძე და ლევან ანდღულაძე და მობრძანდით და მიიღეთ დიდი მადლი ბუნებრივია. სასიხარულოა რომ სავსეა ტაძარი, ხალხი იმატება და ზარების რიყვაზე ალბათ ელი უბანი გადმოვა მართალია და ძალიან გვიხარია. გიორგი მერებაშვილი მუშაობს ქვევით ტაძრის ეზოში, მე როგორც ვიცი და თუ არის შესაძლებლობა რომ გიორგის გავესაუბროთ, ხომ არ ყავს რესპონდენტი?
კიდევ ერთხელ მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე წუთის წინ შესრულდა ეგრეთ წოდებული ლიტანიობა, ტაძრის ირგვლივ გალობით შემოვლა და მისი კურთხევა. ეხლა კი მე მინდა გავესაუბროთ თქვენთან ერთად საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია ერთსულოვნების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს თამარ აღჭვაძეს. თამარ, განწყობაზე გეტყობა სახეზე, რომ ბედნიერი დღეა შენ ცხოვრებაში. მე მგონი არა მარტო ჩემს ცხოვრებაში, ყველა ჩვენთაგანისთვის სადღესასწაულო განწყობა. ცოტა აქეთ მოტრიალდი, რომ მაყურებელმაც დაგინახოს. გილოცავთ ძვირფასო ტელემაყურებლებო, იმიტომ რომ უწმინდესის ლოცვა კურთხევით და მეუფე პეტრეს უდიდესი ძალისხმევით დღეს იკურთხა ტაძარი იოანე ღვთისმეტყველის სახელობის, როგორც თავად უწმინდესმა ბრძანა, როდესაც ტაძრის სახელი ვის სახელზე იქნებოდა ნაკურთხი ირჩეოდა წმინდანი, მან თქვა, რომ ჩვენს ერთს განსაკუთრებით ჭირდება სიყვარული, ღმერთის სიყვარულია და ამიტომ სიყვარულის მოციქულის იოანე ღვთისმეტყველის სახელით იკურთხა დღეს ჩვენი ტაძარი. ძალიან საინტერესოა არქიტექტურულად ტაძარი, ძალიან მნიშვნელოვანი დეტალებია თავისი შინაარსით, ამას ალბათ ნებისმიერ მომლოცველი, როდესაც მობრძანდება ტაძარში თვითონ გაეცნობა, მაგრამ შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ მაგალითად აქ კარზე, რომელიც აქვს ტაძარს, დატანილია ოპიზრების დროინდელი ორნამენტები, რომელიც მაშინ ქვაში იყო და ახლა გადმოტანილია მეტალში, ასევე კიდევ მრავალი დატანილია იერუსალიმის მაცხოვრის ტაძრის ორნამენტი ტაძარში თვითონ. ძალიან საინტერესო ხატებია. ასევე არაერთი სიწმინდეა, ხო თამარ? არაერთი სიწმინდეა და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ აქ აღვლენილი ლოცვა აუცილებლად შეეწევა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მთლიანობას, ჩვენს ერთსულოვნებას და ტელევიზიას რაც მთავარია. ტელევიზიის დღეს კიდევ მნიშვნელოვანია ეს ტაძარი გვაერთიანებს კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ჩვენი თუკი დაარსების დღიდან ვინმე ყოფილა თანამშრომლები, თითქმის ყველა შეეცადა, რომ დღეს გავერთიანებული ყავით, აქ ერთად ყოფილიყავით და მე იმედი მაქვს, რომ სიყვარულით, ერთსულოვნებით ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთეთ და წმინდა იოანე ღვთისმეტყველის შემწეობით. დიდი მადლობა თამარს. ახლა კი მე მინდა ორი სიტყვა ვთხოვო ბატონ სერგო ვარდოსანიძეს, რომელიც გახლავთ საქართველოს წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი და ასევე ჩვენი ერთგული ტელემაყურებლებისთვის ცნობილია და დამეთანხმებით ალბათ, რომ ბატონ სერგო ჩვენი გადაცემების ხშირი სტუმარია. ბატონ სერგო, დილამშვიდობისა, გილოცავთ დღევანდელ დღეს. როგორ შეაფასებთ ამ მოვლენას? ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა და მინდა მიულოცოს სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე, როდესაც იხსნება იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარი საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიის გვერდით, ტელევიზიის ერთსულოვნების გვერდით. ეს არის ღვაწლი უპირველეს ყოვლისა მისი უწმინდესობის და უნეტარესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილიამ მეორისა და ეს არის ღვაწლი ამ ტელევიზიის დირექტორის ჭყონდიდელი მიტროპოლიტ მეუფე პეტრესი. და სიმბოლურია, რომ აი ხვალ არის მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ანგელოზის დღე და საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიამ და მეუფე პეტრემ ასეთი საჩუქარი მიართვა მთელ საქართველოს და ასე მიულოცა მის უწმინდესობას და უნეტარესობას ანგელოზის დღე. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ტაძარი კიდევ უფრო მეტად განასპეტაკებს, კიდევ უფრო მეტად განწმენდს ყველა იმ ადამიანს, ვინ ჩაივლის ამ ტელევიზიასთან და ვისაც ოდნავ მაინც ეკნებოდა რაიმე ხინჯი მანამ უკვე ამ ტაძრის მეშვეობით ვის სულ სხვანაირად სხვა განწყობით გააგრძელებს თავის გზას თუ ტაძარში არ შემოვა და სანთელს არ დაანთებს. გილოცავთ ძვირფასო მეგობრებო და ვსარგებლობ შემთხვევით და ასევე მინდა მიულოცო მის უწმინდესობას და უნეტარესობას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილიამ მეორეს ანგელოზის დღე, რომელიც ხვალ არის და ზეგ კიდევ წირკვლიდან მიტროპოლიტ მეუფე ზოსიმეს უსრულდება დაბადებიდან 65 წელი და მასაც ულოცავ აი ამ საიუბილეო თარიღს. მადლობა. პირიქით, დიდი მადლობა თქვენ. ახლა კიდევ ერთი რესპონდენტი შემოგვიერთდება. მანამდე მინდა შეგახსენოთ, რომ ბუნებრივია დღეს ჩვენ გვიხარია ვზეიმობთ ტაძრის კურთხევას, ტაძრის გახსნას, მაგრამ ვიდრე აი ამ სახეს მიიღებდა ტაძარი ბუნებრივია მისი საძირკვლის გაჭრის წუთიდან უამრავი ადამიანი გაერთიანდა აი ამ ტაძრის მშენებლობის ირგვლივ. ძალიან ბევრ ადამიანს მიუძღვის წვლილი მის საბოლოოდ აი ამ ფორმის ჩამოყალიბებაში. ტაძარი ბუნებრივია წარმოუდგენელია სიწმინდეების ხატების გარეშე. კიდევ ერთი ქალბატონი შემოგვიერთდება, ეს გახლავთ საპატრიარქოსთან არსებული მორწმუნე ქალთა საზოგადოების ხელმძღვანელი ქალბატონი ქეთევან ჭუბაბრია, რომლებმაც შემოწირეს ტაძარს
საკურთხევლის 12 ანგელოზის ხატი, სწორად ვამბობ მე მგონი და ასევე წმინდა სერაფიმ სარაველის ხატი. გილოცავთ დღევანდელ დღეს. გილოცავთ, ულოცავ საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიას ერთსულოვნებას ამ დიდ დღესასწაულს, ულოცავ მეუფე პეტრეს ამ დიდ დღესასწაულს, ტაძრის გახსნას, ტაძრის კურთხევას და ჩვენ საპატრიარქოსთან არსებულმა მორწმუნე ქალთა საზოგადოებამ შემოვწერეთ ეს ორი ხატი. დღეს არის სერაფიმ სარაველის წმინდა ნაწილების აღმოყვანების დღე. გილოცავთ ამ დღესასწაულს და ღმერთმა ენებოს საქართველო გამთლიანებული იყოს და გაერთიანებული იყოს. გაიხარეთ. დიდი მადლობა. ჩემი კოლეგა მეხმარება, არ დაგემშვიდობებით, კიდევ ერთი ადამიანი შემოგვიერთდება. მაპატეთ ფორს-მაჟორში მოხდა გიორგი ფარშიშვილი, ხო? ფარეშიშვილი. გილოცავთ დღევანდელ დღეს, რა სიტყვით, რამდენად მნიშვნელოვანი მოვლენაა აი ამ ტაძრის კურთხევა და გახსნა დღევანდელ დღეს. ზოგადად მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის ყველა ტაძრის აშენება და გახსნა ეს დიდი სიხარულია. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვისაც ამ უბნისთვის მე ამუბნელი ვარ და განსაკუთრებით მიხარია ის ფაქტი, რომ სახლთან ახლოს ასეთი მშვენიერი ტაძარი იქნება და ეს სიხარული ასმაქდება, როდესაც ეს ტაძარი სწორედ ისეთი დიდი მოციქულის სახელს ატარებს, როგორც იოანე ღვთისმეტყველი, რომელიც სიყვარულის მაგალითია ყველასათვის და ეს ყველაზე მეტად ეს გვჭირდება დღეს ჩვენ ქვეყანას, ქართველებს სიყვარული გვჭირდება. ერთმანეთთან ყოფნა გვჭირდება, შერიგება გვჭირდება, ერთსულოვნება გვჭირდება და მე იმედი მაქვს, რომ აი ამ ტაძრის გახსნა და დღეს კურთხევა იქნება ამის ხელშემწყობი, რომ კიდევ უფრო მეტად გვიყვარდეთ ერთმანეთი და უფრო მეტად ერთსულოვნები ვიყოთ. დიდი მადლობა, ელისაბედ, კახა, თქვენ ბუნებრივია ეტყოდით ტელემაყურებელს, მაგრამ მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ტაძარში მიმდინარეობს საზეიმო ღვთისმსახურება, საღვთო ლიტურგიას აღავლენს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა სხვა მღვდელმსახურებთან ერთად, ასევე ძალიან სასიხარულო თქვენ ალბათ ხედავთ მეტნაკლებად ჩემს უკან უამრავი ადამიანია შეკრებილი, ფაქტობრივად რთულია, მე პირადად გამიჭირდა ტაძარში შესვლა, უამრავმა ადამიანმა მოიყარა დღეს თავი, დროებით დაგემშვიდობებით, შემდეგ ჩართვამდე. დიდი მადლობა გიორგი. აქვე მეც მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბუნებრივია მის უწმინდესობას ანგელოზის დღე მიულოცო და ინფორმაცია მივაწოდოთ მაყურებელს. ილია თესბიტელის ცხენებასთან დაკავშირებით საზეიმო წირვა ლოცვა აღევლინება სიონში, რომელსაც მისი უწმინდესობა აღავლენს დღეს 6 საათზე დაიწყება საზეიმო ლოცვა სიონის ტაძარში და ხვალ დილის 9 საათზე აღევლინება საზეიმო წირვა. რა თქმა უნდა აღავლეს მისი უწმინდესობა ანგელოზის დღე აქვს ბალ, ხვალ სინოდის წევრები, სამღვდელოება და ეს თავისთავად მნიშვნელოვანი დღეა, უდიდესი წინასწარმეტყველია თესბიტელი, მაგრამ ამ დღეს აორმაგებს სიხარული ჩვენი ერისმამის ჩვენი საყვარელი პატრიარქის ანგელოზის დღეა. ჩვენ ვიქნებით პირდაპირ ეთერში ხვალ, რა თქმა უნდა, ხვალ გვექნება ბოლო გადაცემა ამ სეზონზე და შევეცდებით, რომ დიდი მოგრძალებით და სიყვარულით ჩვენს პატრიარქს ანგელოზის დღე მივულოცოთ, ანუ ჩვენს ხვალინდელ გადაცემას, რა თქმა უნდა, მიუძღვნით მის უწმინდესობას.